19 აპრილის აქციას ორი არასამთავრობო ორგანიზაცია უერთდება. მათი წარმომადგენლების განცხადებით ისინი აქციაზე არა პოლიტიკური მიზნებით, არამედ სამოქალაქო პოზიციის გამო სახატავად მიდიან. ისინი ამბობენ, რომ ახალი ხელისუფლება ქვეყნის ევროპული კურსის შეცვლისკენ დგამს ნაბიჯებს. აუცილებლად უნდა მივიდეს ყველა ის მოქალაქე, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოს უნდა გააგრძელოს ნატოს-თან ინტეგრაციის პროცესი აქტიურად, საქართველოს უნდა გააგრძელოს ევროპულ ოჯახთან ინტეგრაციის პროცესი და არავითარ შემთხვევაში აღარ უნდა მიუბრუნდეთ იმ ბინძურწყალში არ უნდა ჩავდგეთ, სადაც აქამდე ვიყავით, მივიღეთ გადაწყვეტილება ფიქრის შემდეგ, რომ ჩვენ აუცილებლად უერთდებით 19 აპრილის აქციას. არაპოლიტიკური მიზნებით. რა შეგვიძლია მოვთხოვოთ გარეშე ძალებს, ეწოდება ევროკავშირს, ან თუნდაც სხვა ძალებს, რომ დაგვეხმაროთ და თუნდაც ზეწოლა განაგრძონ რუსეთზე, როცა ჩვენ ამ ზეწოლას ვამცირებთ მათზე. ეს არის ჩვენი პრობლემა და 19 აპრილი ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს არის დღე ხვალის შემდეგ და ეს არის ჩვენი თავისუფლება, ხმის უფლება, რომელიც უნდა დავაფიქსიროთ.